არტარია უკვე სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისთვის. ნამდვილი ამბავი, რომელიც ნამდვილად მოხდა ადგილში, რომელსაც ქვია ჟეხა 386 წილადი 3 და კიდე 5. ეს არის ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და საერთოდ სახელმწიფო დანაშაულებისთვის განზრახული ზონა, სადაც ижებიან ადამიანები მის გამო, რომ ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდნენ, ეს პოლიტიკური ზონა. საბჭოთა კავშირში იყო 4 ასეთი პოლიტიკური ზონა და ეს არის ერთ-ერთი. და ძალიან საპატიო აქ მოხვედრა იკვლება, რომ ესე იგი ხარ პოლიტიკური და ამ პოლიტიკურ ზონაში არიან როგორც პოლიტიკატიმრები აგიტაციისთვის, ისე არიან სამხედრო დამნაშავეები, მეორე მსოფლიო ომის დროს რაღაცა დააშავეს, ძალიან დამნაშავეები არა, იმიტომ ძალიან დამნაშავეები დახვრეტილები არიან და აი ეს რომელთაც ჩაიცვეს მაგალითად რაღაც ფორმა ან როგორც იქ დაიწერა ზელი ვისტრელ სტორონო პარტიზან დაშენ და აი მეც ვარ ერთ-ერთი პატიმარი და კვირაობით არის ხოლმე კარგი დღე, შაბათი და კვირა არის კარგი დღე. შაბათს არის ისე იგი აბანო, ამითაა კარგი, მაგრამ კვირა არის იდეალური დღე, არც მუშაობა, არც არაფერი და არის ფილმი. მოაქვთ ფილმი და მოაქვთ ძალიან საბჭოთა ფილმები გასაგებია ახლა. სტალინზე როგორც წესი კომუნისტურ პარტიაზე ეს დაცინვა იყო, იმიტომ ანტისაბჭოთა ხალხი ყავთ შეკრებილი და აყურებდნენ ფილმებს სტალინზე და ჩვენთვის კიდე იმდენად დიდი სიხარული არის, რომ კლუბი სტალოვამ, ანუ სასადილოში, რომელიც ამავე დროს არის კლუბი და ასე შესაძაც არის ტელევიზორი, времяს ყურება შეიძლება, ის კი არა აუცილებელია, მაგრამ სადაც სადილო და ვახშმობთ და საუზმობთ, იქ უცებ გაჩნდება ეკრანი და იქ გვაჩვენებენ ფილმს, ეს დიდი შეღავათია, ასე ვთქვათ. და გადის ფილმი და ყოველ ჯერზე რაღაცა ხდება, სულ საბჭოთა ფილმები და ხანდახან რაღაც შეეშლებათ. შეეშალათ ერთხელ ჩამოიტანეს მაგალითად ფილმი, რომელსაც ქვია ასენია სანატა და ესა ინტელექტუალური ფილმი, რა თქმა უნდა, ამან მეორე უკიდურესობა გამოიწვია, ნახევარი ხალხი გაგვექცა დარბაზიდან, იმიტომ რომ მეტი აღმოჩნდა ახლა ბერგმანი ესეთ ზონაში, განსაკუთრებით სამხედრო დამნაშავეებს და ტერორისტებს არ მოეწონათ. დემოკრატებმა მეტნაკლებად უყურეთ ბოლომდე. და აი შეიცვალა დრო, პერესტროიკა, რაღაც ამბავი და ფილმების წინ დაიწყეს ჩამოტანა ახლა ჟურნალების. ადრე არ იყო ხოლმე მარტო ფილმს აჩვენებდა, უცებ ჟურნალი. და გადის ჟურნალი დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ რა მომხდარა 45 წელს, როდესაც რუსებმა და ინგლისელებმა გაცვალეს ტყვეები. უბრალოდ ხდებით რაც ხდება ინგლისურ ზონაში რომ მოხდა საბჭოთა ტყვეები, იმათ ინგლისი ერეკება საბჭოთა კავშირისკენ. რაც არის ერთ-ერთი მძიმე დანაშაული მეორე მსოფლიო ომისა და ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული დასავლეთის სამყაროსი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გაწირეს, იმიტომ ისინი სულ ყველა დაიხოცნენ საბჭოთა კავშირში. და ახლა ამას აჩვენებენ, რომ არის ხიდი და ამ ხიდზე გადმოდის ხალხი. ამ ხიდზე გადმოდის ხალხი და ხედავთ, რომ ვიღაცები ცვივიან ხიდიდან, ანუ ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ საბჭოთა ზონაში დაბრუნება ჯობია გადახტება, თავი მოიკლა და სხვა. ამას აჩვენებენ და საშინელი ტრაგიკული კადრებია. და მე არის კადრები, როდესაც ხიდზე არის უკვე დგას კამერა ალბათ და ხალხი მოდის. და ამ დროს მოდის ხალხი და ერთი პატარა მოდის რა. და უცებ დარბაში, სადაც ჩვენ ვართ, ისმის ყვირილი. კუდაბრიოშო და გავგიჟდით რა ხდება, იქ ზის ჩვენი ტიმინი ლისმანის ისა ვისაც ფილმის დემონსტრირება ეხება ასტანავი კინო ლისმანისმა გააჩერა და ეგრევე დაიწვა კადრი რა თქმა უნდა. თურმე რა ხდება? თურმე გადაღებულია როგორ ბრუნდება საბჭოთა ზონაში ჩვენი თანაზონელი ამხანაგი ტიმინი, რომელიც იმის მერე 45 წლის მერე
ამბავი რომელსაც მე გიყვებით ხდება 85-86 წელს ზის და ზის და რომ არა გარბაჩოვი ახლაც იქ იქნებოდა თუ ცოცხალი იქნებოდა და თავის თავს ეჩხუბება ეკრანზე სადაც მისი გაჩერებული კადრი იწვება ნენელა და ეჩხუბება კუდა იჯოშ და ადუმა ისწავდა რაღაც ძალიან ბევრი ვიცინეთ და მე ძალიან ბევრი განვიცადეთ იმიტომ რომ ცუდად გაგვიხდათ იმინი და ლისმანისმა ფილმის ასე და დემონსტრირება შეწყვიტა ასე თქვა და იმ დღეს მხატვრული ფილმი რაც იყო არ ვიცი ვინ როგორი გულით უყურა მაგრამ ასე დაგვამახსოვრდა საკუთარ თავთან მეომარი ტიმინი რომელიც შემთხვევით დააფიქსირა საბჭოთა კინო დოკუმენტალისტმა და რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ტრაგედიას რომელიც ომის მერე ხდებოდა